Განვაგრძობთ საერთაშორისო ამბებით, უკვე მეხუთე დღეა ირანსა და ისრაელს შორის დაპირისპირება გრძელდება. ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანში, სადაც თვითმხილველები ქალაქის ცენტრში დაკვამლიანებაზე საუბრობენ. ასევე ისრაელის თავდაცვის უწყება ავრცელებს ცნობებს, რომ ღამით წერტილოვანი დარტყმების შედეგად ირანის სამხედრო შტაბის უფროსი ალი შადმანი მოკლეს, რომელიც ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. თავის მხრივ ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო დაზვერვის დირექტორატსა და მოსადის ცენტრს დაარტყეს. ისრაელის მხარეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა ისრაელის ჯანდაცვის უწყების ცნობით გასული ღამის შემდეგ ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 154 დაშავებულია საავადმყოფოში გადაყვანილი. საერთო ჯამში გასული 5 დღის განმავლობაში ისრაელის დანაკარგი 24-ს შეადგენს. ირანში კი დაღუპულია 450 და დაშავებულია 1200-ზე მეტი ადამიანი. ირანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ისრაელს მათთან ხანგრძლივი ომის წარმოება გაუჭირდება. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანის სულიერ ლიდერს აფრთხილებს, რომ მან შესაძლოა სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს. მას უნდა ახსოვდეს, რა მოუვიდა დიქტატორს ირანის მეზობელ ქვეყანაში, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ გეზი აიღო. ჩვენ დღესაც გავაგრძელებთ მოქმედებას რეჟიმის სამიზნეებისა და სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ თეირანში, ისევე როგორც ეს გავაკეთეთ პროპაგანდისა და წაქეზების გამავრცელებელი ორგანოს წინააღმდეგ. სიონისტ მტერს ბოლოს 75 წლის გამოცდილების მიხედვით და სხვადასხვა სამხედრო და არასამხედრო მიზეზების, ასევე სხვადასხვა განზომილების გათვალისწინებით, სტრატეგიულად არ აქვს გრძელვადიანი ომისადმი წინააღმდეგობისა და გამძლეობის შესაძლებლობა. და ამიტომ ეს რეჟიმი და ეს სიონისტი მტერი დამარცხდება ამ თავსმოხვეული ომის გაგრძელებით.